და როგორც დავაანონსე, ჩვენ ახლა ბიზნეს სიახლით უნდა დავიწყოთ, თუმცა იმდენად მასშტაბურია ეს სიახლე, რომ მე მგონი აუდიტორიის დიდ ნაწილს შეეხება. 2026 წლის 1 აპრილი არის საბოლოო ვადა, როდესაც ბიზნეს სუბიექტებმა სარეგისტრაციო მონაცემები მეწარმეთა შესახებ ახალ კანონთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანონ ცვლილების თანახმად 2022 წლამდე რეგისტრირებულ კომპანიებს საკუთარი ამონაწერის განახლება და კანონთან შესაბამისობაში მოყვანა დაევალათ. საქართველოში მეწარმეთა შესახებ კანონი 2022 წლის 1 იანვრიდან ამოქმედა, თუმცა შემდეგ შევიდა რამდენიმე ცვლილება, მათ შორის ერთ-ერთი ეხებოდა რეგისტრაციის გახანგრძლივებას. იმ შემთხვევაში, თუ ბიზნეს სუბიექტები არ გაივლიან ხელახალ რეგისტრაციას, მათ შეუჩერდებათ წვდომა ფინანსური რესურსის და ქონების განკარგვაზე. ეს ნიშნავს, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვან სიახლეზე უნდა ვისაუბროთ და ყველა დეტალის გარკვევაში ჩვენ დაგვეხმარება სტუმარი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა არის შუადღის სტუმარი. მოგესალმებით. და პირველ რიგში ჩვენ მაყურებელს აუცილებლად ავუხსნათ, საერთოდ ვის ეხება და ვის არა ეს ვალდებულება მკაფიოდ რომ გავმიჯნოთ. კი ბატონო. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ეს ვალდებულება თქვენ კი ახსენეთ რომ ახალია, მაგრამ რადგანაც მეწარმეთა შესახებ კანონი 2022 წლის 1 იანვარს ამოქმედა, სახელმწიფომ საკმაოდ ხანგრძლივი ვადა შესთავაზა მეწარმე სუბიექტებს იმისათვის, რომ სწორედ ეს ვალდებულება შეესრულებინათ. ეს ეხება უშუალოდ პირველი თქვენს ბრძანეთ რომ 2021 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულ სამეწარმეო სუბიექტებს, მე უბრალოდ ჩამოვთვლი, ეს არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სოლიდარული და კომანდიტურის პასუხისმგებლობის საზოგადოება, კოოპერატივის სააქციო საზოგადოება და უცხო საწარმოს ფილიალი. იმ მეწარმეებს არ ეხება და ასევე არ ეხება არასამეწარმეო, არაკომერციულ იურიდიულ პირებს. საბოლოო ვადა არის 1 აპრილი და მე აქვე ვისარგებლებ თქვენი ეთერით და ვიტყვით, რომ გუშინ იუსტიციის სამინისტრო მიიღო გადაწყვეტილება იმისათვის, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო ხელშემწყობი იყოს სამეწარმეო სუბიექტებისთვის, რომ შაბათ კვირას 15 იუსტიციის სახლში ჩვენ მივიღებთ განცხადებებს იმ მეწარმე სუბიექტებისაც, რომელსაც ეს ვალდებულება უწევთ და უწევთ ამის შესრულება, ასევე ჩვენ ძალიან ხელს უწყობთ იმით, რომ ონლაინ შეუძლიათ აღნიშნული სერვისის მიღება, ანუ სახლიდან გაუსვლელად, my.gov.gis ვებგვერდის მეშვეობით, იქ ინსტრუქციაც არის, ვიდეო ინსტრუქცია განთავსებული და მათ არ მოუწევთ იუსტიციის სახლებში მისვლა, ანუ სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ აღნიშნული პროცესის განხორციელება. ქაუტან თამარ, რა იგულისხმება აღნიშნულ პროცესში? საინტერესოა რომ განვმარტოთ. ახალ კანონთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანონ სარეგისტრაციო მონაცემები. კონკრეტულად რა მონაცემებზე არის საუბარი და როგორც ნიშნეთ ეს ეხებათ იმ სუბიექტებს, რომლებიც 2021 წლამდე არიან დარეგისტრირებულები. 22 წლის 1 იანვრამდე კი ბატონო. პირველ რიგში ამისათვის საჭირო არის, რომ წარმოადგინოს უფლებამოსილებას წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა განაცხადი, შესაბამისად ასევე საერთო კრების გადაწყვეტილება და ასევე სათანადო წესი დამტკიცებული დაფუძნების დოკუმენტი, რომლის შემადგენელი ნაწილია წესდება. სწორედ მეწარმეთა შესახებ ახალმა კანონმა სუბიექტებს შესთავაზა სტანდარტული წესდება და ეს ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო მარტივად შეუძლიათ აღნიშნული ვალდებულების შესრულება. ამით ერთი მხრივ ისინი დაზოგავენ იურიდიული მომსახურების თანხას, მაგრამ ამავდროულად მოაწესრიგებენ იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც რა თქმა უნდა მეწარმე სუბიექტის დაცვის გარანტიას წარმოადგენს. ფაქტობრივად მე მინდოდა მეკითხა რა დოკუმენტაციაზე წარადგინესო და ფაქტობრივად ამ კითხვას თქვენ უპასუხეთ. მაინტერესებს იმ შემთხვევაში, თუ ეს არ გააკეთა მეწარმე სუბიექტმა, რა ხდება? და რა არის სანქციები, ასე შემიძლია ასეთ ფორმულირებით ამასაც კანონი ითვალისწინებს 1 აპრილამდე თუ არ უზრუნველყოს მათ ამ პროცესის გავლა, მაშინ შეუჩერდებათ მათ რეგისტრაცია. ეს ნიშნავს, რომ არ გაიცემა ამონაწერი განახლებული სახით, არ ექნება წვდომა ფინანსურ რესურსებზე, საბანკო პროდუქტებზე და ბუნებრივი არის მათი ინტერესი არის, რომ დროულად უზრუნველყონ აღნიშნული ვალდებულების შესრულება და შესაბამისობაში მოყვანა სარეგისტრაციო მონაცემების. იმიტომ, რომ ერთი მხრივ იყვნენ დაცულები და მეორე, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ საქმიანობაში შეუხერხებლად გააგრძელონ საქმიანობა. ქაუტან თამარ, ვიდრე შემდეგ კითხვაზე გადავალთ, აქვე უნდა უთხრათ მაყურებელს, რომ დღეს არის მე-9 დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალებიდან ზუსტად 2 საათზე წირვა დაიწყება სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც პატრიარქის საფლავი არის და ჩვენ გვექნება კი ბატონო, პირდაპირ ეთერში გვექნება ჩართვა ამასთან დაკავშირებით. მანამდე ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ საუბარი. მე მინდა კითხოთ ზოგადად მეწარმეთა შესახებ საქართველოს
საქართველოს კანონის შესახებ. რას ემსახურება ეს კანონი და რას ამარტივებს აი ეს რეფორმა ზოგად ჭრილში რომ აი რა საჭიროებებმა გამოიწვია? პირველი საჭიროება იყო, რა თქმა უნდა, ეკონომიკური საქმიანობის მრავალფეროვნება და განვითარება უკვე ვეღარ პასუხობდა წინანდელ კანონს. ამიტომ გაჩნდა, რა თქმა უნდა, რეგულირების აუცილებლობა იმისათვის, რომ სწორედ მეწარმის სუბიექტები იყვნენ დაცულები. მეორე რაც შეეხება, მასში არის ასახული ყველა აუცილებელი ევროდირექტივა, რომელთანაც ჰარმონიზება განიცადა ქართულმა კანონმდებლობა. ეს კი ინვესტიციებს, რა თქმა უნდა, და საინვესტიციო გარემოს უფრო განჭვრეტად ხდის, ნიშნავს იმას, რომ უცხო მეწარმე, რომელსაც ინტერესი აქვს, რომ ბიზნესი აწარმოოს საქართველოში, იცის, რა საკანონმდებლო ჩარჩო არსებობს, იმიტომ რომ ეს არის ევროპულ რეგულაციებთან თანხვედრაში, ხოლო მეორე მხრივ ქართულ ბიზნეს სუბიექტებს აქვთ უფრო მეტად სტომა ევროპულ ბაზარზე. რაც შეეხება ასევე სიმარტივეს და ასევე ამ კანონის სიკეთეს, სწორედ ეს მონაცემების განახლება სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას, რომ გქონდეს უკვე აქტუალური სრულყოფილი მონაცემთა ბაზა იმ სამეწარმეო სუბიექტების შესახებ, რომლებიც არიან მოქმედები და რომლებიც, რა თქმა უნდა, რომელსაც წვლილი აქვს ეკონომიკური საქმიანობაში. და მე კიდე მინდა რომ უფრო მკაფიოდ ვუთხრათ მაყურებელს პირველ რიგში ვინ არის უფლებამოსილი პირი, ვინც მოდის ან იუსტიციის სახში, ან ვინც ავსებს ესეც რომ დაუზუსტოთ და 1 აპრილი კიდევ ერთხელ გავიმეოროთ იუსტიციის სახლებში მოსვლა, ასევე MyGo-GIZ-ზე, ხო? კი ბატონო. პირველ რიგში ეს არის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, როგორც წესი ეს არის ხელმძღვანელი პირი, მაგრამ გადაამოწმოს წესდებაში, იმიტომ რომ ისინი ის რეგისტრირებულ წესდებაში არის ეს საკითხი მოწესრიგებული, შეიძლება იყოს ერთპიროვნულად ან ერთობლივად რამდენიმე პირი იყოს, რომელსაც განცხადების წარმოდგენა მოუწევს. ეს ერთი საკითხი არის, ხოლო კიდევ გავიმეორებ, რომ შაბათ-კვირას ჩვენ უზრუნველყოფთ იმას, რომ განცხადებების მიღებას შეძლებენ სამეწარმეო სუბიექტები 15 იუსტიციის სახლში, რომლის შესახებ ინფორმაცია განთავსდება ჩვენ სოციალურ ქსელში და მიეწოდება ინფორმაცია ყველა დაინტერესებულს და ასევე პირველ რიგში მათ შეუძლიათ ძალიან კომფორტულად სახლიდან გაუსვლელად დისტანციურად my.gov.gis მეშვეობით გაიარონ აღნიშნული რეგისტრაცია და არ არის აუცილებელი შესაბამისად ფიზიკურად მივიდნენ ისინი იუსტიციის სახლში. ნებისმიერ დროს შეუძლიათ რომ ონლაინ სერვისით ისარგებლონ. ხალხთან თავი მაყურებელი გვწერს და წაგიკითხავთ ამ კითხვასაც სავალდებულოა თუ არა ყველა პარტნიორის მიერ ხელმოწერილი სადამფუძნებლო შეთანხმების წარდგენა სუბიექტის რეგისტრირებული მონაცემების ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის რეგისტრაციის მიზნით. ეს საკითხი ასევე მათივე წესდებაში უნდა გადაამოწმონ და ნახონ, იმიტომ რომ ეს ინდივიდუალური არის ხოლმე განსაზღვრული და ის ხმათა რაოდენობა რაც არის იქ და ასე ვთქვათ მოწესრიგებული, იმის საფუძველზე უნდა წარმოადგენონ უკვე შესაბამისად განცხადება. ანუ მე ბლანკეტურად ვერ გიპასუხებთ, იმიტომ რომ ეს საკითხი უნდა თითოეულმა სუბიექტმა საკუთარ წესდებაში როგორც აქვს გაწერილი. ან იმ ხელშეკრულებაში რითითაც ეს საკითხი აქვს მოწესრიგებული. მოკლედ, შემდეგი სამშაბათი არის ბოლო დღე, როდესაც შეეძლებათ ბიზნეს სუბიექტებს, რომ ეს სარეგისტრაციო მონაცემები მეწარმეთა შესახებ ახალ კანონთან შესაბამისობაში მოიყვანონ. მე კიდევ ერთხელ ვეტყვი მაყურებელს, რომ ეს კანონი 2022 წელს შევიდა ძალაში, თუმცა შემდეგ უკვე რამდენიმე ცვლილება შევიდა, ერთ-ერთი მათგანი იყო გახანგრძლივება. ხოთი შორის ბევრჯერ იყო ლაპარაკი იმაზე, კიდევ უფრო გახანგრძლივდებოდა თუ არა და ამაზე წელი არის ის გონებულზე მეტი დრო, როდესაც მეწარმე სუბიექტებს და ჩვენ საუბრობთ მართლა ძალიან ბევრზე, რომ ჰქონდათ შესაძლებლობა და ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა, რომ ვადაში უზრუნველყონ ავალდებულების შესრულება. ხოლო შემდეგ უკვე რა თქმა უნდა შეუჩერდება და მაინც რა თქმა უნდა როცა მოგმართავენ, უკვე აღდგება მათი მოქმედება და ისინი განახორციელებენ ჩვეულებრივად ეკონომიკურ საქმიანობას. აქვე რო თქვათ, ახლა ჩვენ ცოტა ისე გამოგდის, რომ ყველაზე ცუდ ვერსიებს განვიხილავთ, მაგრამ მაგალითად შეუწყდა კომპანიას ვერ მიიღეს მხედველობაში, ან არ იყვნენ საქმის კურსში მიუხედავად ამ საინფორმაციო კამპანიისა, რამდენ ხანში შეუძლიათ ეს თუნდაც რომ აღიდგინონ? ჩვენ არ საუბრობთ ჯერ შეწყვეტაზე, ეს არის შეჩერება, რომელიც 1 აპრილს 2026 წლის 1 აპრილიდან ამოქმედდება. რაც შეეხება გარკვეულ პერიოდს, ეს არის კანონით განსაზღვრული ერთწლიანი პერიოდი, მომდევნო წლის 2027 წლის 1 იანვარს აღნიშნული შეჩერებული სუბიექტები სახელმწიფოსგან კიდევ ერთხელ მიიღებენ შეტყობინებას, მიეცემათ კიდევ 3 თვე და საბოლოო ჯამში ჩვენ თუ საუბრობთ შეწყვეტაზე, ეს არის 2027 წლის 1 აპრილი. და ბუნებრივია ის სუბიექტები, რომლებიც ერთი წელი არ დაინტერესდებიან, რა თქმა უნდა და სწორედ 2027 წლის 1 იანვრიდან სახელმწიფოს ექნება უკვე სრულყოფილი მონაცემები
იმ სამეწარმეო სუბიექტებზე, რომლებიც მოქმედია, რომელიც ახორციელებენ სამეწარმეო საქმიანობას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, სახელმწიფო პოლიტიკისთვის და ბიზნესის განვითარებისთვის. შეჩერებული რამდენ ხანში შეუძლიათ რა იწვდომა აღედგინონ და უშუალოდ პირველ წლამდე ვერ მოასწრეს, არ ვლაპარაკობ შეწყვეტაზე ამ შემთხვევაში. როგორც წესი არის სერვისი ერთდღიანი, ერთი სამუშაო დღე, ან იმავე დღეს შეუძლიათ, განსხვავებული ანუ დაჩქარებული წესით, მაგრამ ბუნებრივია ამისათვის საჭირო არის, რომ ის წარმოდგენილი დოკუმენტები არ იყოს ხარვეზიანი, ანუ სრულყოფილი იყოს და შესაბამისად ან ერთი სამუშაო დღეში მიიღებენ უკვე განახლებას და აღიდგენენ სტატუსს, აქტიურ სტატუსს, ან კიდევ იმავე დღეს იმის დამეხადვით, რომელი მომსახურებით ისარგებლებენ. ონლაინ ეგეც შესაძლებელია. რა თქმა უნდა, ონლაინ აბსოლუტურად იდენტური არის და პირიქით მე ვსურს რომ ბიზნეს სუბიექტებს უთხრა რომ არ არის აუცილებელი იუსტიციის სახლებში მისვლა პირიქით ნებისმიერ დროს იქნება სამუშაო, არასამუშაო ონლაინ გაიარონ აღნიშნული ვალდებულება. დიდი მადლობა. თამარ ზადელავა იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო ჩვენთან ერთად და ვსაუბრობდით ძალიან მნიშვნელოვან სიახლეზე, ვინაიდან როგორც უკვე სტუმრისგანაც მოისმინეთ, თუ სამშაბათის ჩაცვლით მეწარმე სუბიექტები არ მოიყვანეს შესაბამისობაში კანონთან რეგისტრაციის მონაცემებს, მაშინ შეჩერდება მათი ფინანსური წვდომა და ქონების განკარგვაზე წვდომა. მადლობა სტუმარს. მადლობა თქვენ. დიდი მადლობა ქალბატონ თამარ.